დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. როგორ შევიმსუბუქოთ ნაბახუსევი? ალკოჰოლური თრობის შემდგომ ორგანიზმში მიმდინარე პროცესები საკმაოდ კომპლექსურია და მოიცავს სხვადასხვა ორგანოთა სისტემის ფუნქციონირების ცვლილებას. ნაბახუსევი, იგივე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, არის ორგანიზმის რეაქცია ალკოჰოლის ჭარბმოხმარებაზე და მისი მეტაბოლიზმის პროდუქტებზე. ალკოჰოლის მეტაბოლიზმი, ალკოჰოლის, იგივე ეთანოლის მოხვედრისთანავე ორგანიზმი იწყებს მის გადამუშავებას. ძირითადი პროცესი ხდება ღვიძლში, სადაც ეთანოლი გარდაიქმნება აცეტალდეჰიდად, რომელიც ტოქსიკური ნივთიერებაა და იწვევს ნაბახუსევის სიმპტომებს. შემდეგ აცეტალდეჰიდი გარდაიქმნება აცეტატად, რომელიც შედარებით ნაკლებად მავნებელია და გამოიყოფა ორგანიზმიდან. დეჰიდრატაცია, გაუწყლოება, ალკოჰოლი არის შარდმდენი, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი ზრდის თირკმელების მიერ გამოყოფილი შარდის რაოდენობას. ეს იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას, რაც თავის ტკივილს, დაღლილობასა და პირის სიმშრალეს იწვევს. ელექტროლიტური დისბალანსი, გაუწყლოებასთან ერთად ალკოჰოლი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ელექტროლიტების, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი და მაგნიუმი, გამოყოფას. ელექტროლიტური დისბალანსი იწვევს კუნთების სისუსტეს, გულისრევასა და თავბრუსხვევას. ნერვული სისტემის დაზიანება, ალკოჰოლი მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, განსაკუთრებით თავის ტვინზე. ის აფერხებს ნეიროტრანსმიტერების ფუნქციონირებას, რაც იწვევს გუნება-განწყობის ცვლილებას, კონცენტრაციის გაძნელებას და კოორდინაციის დარღვევას. ანთებითი პროცესები, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება იწვევს ანთებით პროცესებს ორგანიზმში, რაც ხელს უწყობს ნაბახუსევის სიმპტომების გაძლიერებას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, ალკოჰოლი აღიზიანებს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება და დისკომფორტი მუცლის არეში. ჰორმონალური დარღვევები, ალკოჰოლი მოქმედებს ჰორმონალურ ბალანსზე, მათ შორის კორტიზოლისა და ინსულინის დონეზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ცვლილება და ენერგიის დონის დაქვეითება. რომელ ორგანოებზე მოქმედებს ალკოჰოლური თრობა? ღვიძლი. ღვიძლი არის მთავარი ორგანო, რომელიც მონაწილეობს ალკოჰოლის მეტაბოლიზმში. ალკოჰოლის ხანგრძლივი და ჭარბი მოხმარება იწვევს ღვიძლის დაზიანებას, როგორიცაა ცხიმოვანი დისტროფია, ჰეპატიტი და ციროზი. ტვინი. ალკოჰოლი აფერხებს ტვინის ფუნქციონირებას, რაც იწვევს ცნობიერების დაბინდვას, მეხსიერების დაქვეითებას და კოორდინაციის დარღვევას. ხანგრძლივი მოხმარება ზრდის ტვინის დაზიანების რისკს. გული. ალკოჰოლი უარყოფითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ის ზრდის არტერიულ წნევას, გულისცემას და არითმიის რისკს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ალკოჰოლი აღიზიანებს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გასტრიტი, წყლულები და სხვა პრობლემები. პანკრეასი, კუჭქვეშა ჯირკვალი, ალკოჰოლი ხელს უწყობს პანკრეატიტის განვითარებას, რაც პანკრეასის ანთებაა და ძალიან საშიშია. თირკმელები, ალკოჰოლი ზრდის შარდის გამოყოფას, რაც იწვევს დეჰიდრატაციას და თირკმელების ფუნქციის დარღვევას. იმუნური სისტემა, ალკოჰოლი ასუსტებს იმუნურ სისტემას, რაც ზრდის ინფექციების განვითარების რისკს. როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი ნაბახუსევის შემდეგ? ორგანიზმის გაწმენდის ზოგადი პრინციპები. რეჰიდრატაცია, გაუწყლოების აღდგენა, აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება. წყალი, დალიეთ წყალი მთელი დღის განმავლობაში. ელექტროლიტური ხსნარები, სპორტული სასმელები ან ელექტროლიტების შემცველი ხსნარები, როგორიცაა რეჰიდრონი, დაგეხმარებათ დაკარგული ელექტროლიტების აღდგენაში. ბულიონი, სუბუქი ბულიონი კარგია სითხის და ელექტროლიტების წყაროდ. დასვენება, საკმარისი ძილი აუცილებელია ორგანიზმის აღსადგენად. სუბუქი კვება, მიირთვით ადვილად მოსანელებელი საკვები, როგორიცაა ტოსტები, კრეკერები, ხილის პიური ან მოხარშული ბრინჯი. მოერიდეთ ალკოჰოლს, ალკოჰოლის ხელახალი მიღება მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას. დეტოქსიკაციის პროდუქტები, ზოგიერთი პროდუქტი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. ლიმონიანი წყალი, ლიმონი ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციას. ჯანჯაფილი, კოჭა, ჯანჯაფილი ამცირებს გულისრევის შეგრძნებას. მწვანე ჩაი, ანტიოქსიდანტებით მდიდარი მწვანე ჩაი ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას. ანალგეტიკები, ტკივილგამაყუჩებლები. პარაცეტამოლი, ეფექტურია თავის ტკივილის შესამსუბუქებლად. მნიშვნელოვანია, არ გადააჭარბოთ დოზას და მიიღეთ ექიმის რეკომენდაციით, განსაკუთრებით თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, იბუპროფენი ან ნაპროქსენი ასევე ეფექტურია, მაგრამ სიფრთხილით უნდა მიიღოთ კუჭის გაღიზიანების რისკის გამო. ანტაციდები, თუ გაქვთ გულწმარვა ან კუჭის დისკომფორტი, ანტაციდები მაგალითად რენი ან მაალოქსი დაგეხმარებათ. სორბენტები, გააქტიურებული ნახშირი ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას, თუმცა მისი ეფექტურობა ნაბახუსევის დროს სადავოა. ვიტამინები. B ვიტამინები, ალკოჰოლი ამცირებს ვიტამინების დონეს, ამიტომ კომპლექსის ვიტამინების მიღება დაგეხმარებათ. C ვიტამინი, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო, C ვიტამინი ეხმარება ორგანიზმის დეტოქსიკაციას. რჩევები. მოერიდეთ ასპირინს, ასპირინმა შეიძლება გააძლიეროს კუჭის გაღიზიანება. არ მიიღოთ მედიკამენტები თვითნებურად, თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები ან იღებთ სხვა მედიკამენტებს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ნუ შეეცდებით ალკოჰოლით ნაბახუსევის მოხსნას, ეგრეთ წოდებული გამოფხიზლება, ალკოჰოლით მხოლოდ აუარესებს სიმპტომებს. სასწრაფო დახმარება, თუ სიმპტომები მძიმეა, მაგალითად ძლიერი თავის ტკივილი, ღებინება, გონების დაკარგვა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. ალკოჰოლის მოხმარება იყოს ზომიერი და არარეგულარული. ნაბახუსევის დროს რეკომენდებულია რეჰიდრატაცია, ადვილად მოსანელებელი საკვების მიღება და დასვენება. მედიკამენტების მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით და ექიმის რეკომენდაციით. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.